ვიდეო კითხვა შალიკასგან და ვლასისგან. მე-19 საუკუნეში თბილისში პოპულარული გახდა თამაში ლოტო. ლოტოს თამაშობდნენ დილას, ლოტოს თამაშობდნენ შუადღისას, ლოტოს თამაშობდნენ ღამე და ლოტოთი თამაში ათენებდნენ ღამეებს. მაგრამ იყო ერთი დღე, ერთ კონკრეტულ უბანში, როდესაც არც ერთ ოჯახში არავინ ლოტოს არ თამაშობდა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ყოფილ ფეთხაინის რაიონში, უბანში. უბანს, რომელსაც დღესდღეობით ჰქვია ბეთლემი. 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს, აი აქ, ამ და ქვედა ტერიტორიაზე უამრავი ხალხი იკრიბებოდა, დავდნენ კარავს, ზოგს კარავში ეძინა, ზოგს უბრალოდ ქუჩაში ეძინა, გარეთ ეძინა, ზოგიერთ მისი შესაძლებლობაც ჰქონდა ადგილობრივი მოსახლეობა სახლში იღებდა. ეხლა კი კითხვა. რა იყო მიზეზი იმისა, რომ ფეთხაინის რაიონში 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღეს არავინ არ თამაშობდა ლოტოს? ვინც პირველი გასცემს სწორად ამ კითხვას პასუხს, მიიღებს ერთ ბოთლ მშვენიერ არაჩვეულებრივ ღვინოს. ვლასი ვაწაწე, შალიკა სტუდია სპეციალურად თქვენთვის.